როგორც თქვენთვის კარგადაა ცნობილი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილი ანგარიშის სწორებით საჯაროდ დაემუქრა გიორგი გახარიასა და მის გუნდს. გუშინ გიორგი გახარია იმყოფებოდა ბათუმში, დაკავებული ახალგაზრდებისა და ჟურნალისტების რეჟიმის სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად. ივანიშვილის დავალებით, რომელიც ყველა უღირსი მეთოდით ცდილობს რეჟიმის გადარჩენას, ღამის საათებში სასტუმრო შერატონის ლობიში გიორგი გახარიაზე განხორციელდა ორგანიზებული თავდასხმა. თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩხულად, როგორც ეს ამ ადამიანების ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი. სასტუმრო შერატონის მთელი პერიმეტრი აღჭურვილია ვიდეო სამეთვალყურეო საშუალებებით, რაც სასტუმროს ადმინისტრაციამ ზეპირს სიტყვიერად ადგილზევე დაგვიდასტურა და მზაობა გამოხატა მათი გამოძიებისთვის გადასაცემად. სამართალდამცავებს უკვე შეუძლიათ ამ დანაშაულის გახსნა 24 საათში, შესაბამისად ველოდებით გამოძიების შედეგებს. დანარჩენზე ვისაუბრებთ მხოლოდ ამის შემდეგ. გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ამჟამად მკურნალობს სახლში. ჩვენი ბრძოლა ამ მოძალადე რეჟიმის დასამარცხებლად გრძელდება გამარჯვებამდე. ორგანიზატორსა და თავდამსხმელებს აბსოლუტურად ყველა მათგანს გაეცემა შესაბამისი პასუხი.